მექანიკური ფორთოხალი ენტონ ბერჯესის რომანის ქართული ადაპტაცია ბათუმელ მაყურებელს რეჟისორმა ავთო ვარსიმაშვილმა შესთავაზა. თავისუფალი თეატრის მსახიობებმა ორმოქმედებიან სპექტაკლში საქართველოში 80-90-იან წლებში განვითარებული მოვლენები და 4 ახალგაზრდის ცხოვრება განასახიერეს. რეჟისორი ამბობს, რომ 14 წლიანი ისტორიის მქონე თეატრი ბათუმში პირველადაა, მან ქალაქში 4 სპექტაკლი ჩამოიტანა. მექანიკური ფორთოხალი ეს არის ენტონი ბერჯესის ქართული ადაპტაცია, ჩემს მიერ გაკეთებული. მოქმედება ხდება საქართველოში 90-იან წლებში. და ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა მოხდა საქართველოში 90-იან წლებში. ამ პრობლემებზე ვსაუბრობთ ასეთაც. ყველა სცენის მერე იყო ტაში, ანუ მაყურებელი ბოლომდე ჩართული იყო, ბოლომდე მოყვებოდა და მე პირადად მაყურებლით გუშინ და მთელმა დასმა ვფიქრობ ძალიან ისე მონა მართლა ძალიან კარგი მაყურებელი ყავს ბათუმს და დარწმუნებული ვარ რომ ცოტა ესე ვთქვათ ძიმე პერიოდია, ძიმე თემა, ანუ საყურებლად არის ძიმე სპექტაკლი, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ბოლომდე გამოყვება და მაყურებელზე ძალიან ბევრია დამოკიდებული.